მინდა გამოეხმაურო კიდევ ერთხელ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო კოდექსს. Ფიქრობ პრეზიდენტმა დაუშვა უხეში შეცდომა, როცა წავიდა ფარულ გარიგებაზე საქართველოს მთავრობასთან, როგორც ჩანს ეს არ არის გამონაკლისი. ჩვენ ნახეთ მანამდე რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის იმ ვარიანტს, რომელიც მას მიაწოდა ქართულმა ოცნებამ. შემდგომში იყო საარჩევნო კოდექსი, რომელსაც ღამე მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. და ეხლა უკვე გარიგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადაც უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა. დაინიშნა დროებით რწმუნებული, თქვენ იცით, რომ დროებით რწმუნებული ინიშნება არაორდინალურ ვითარებაში, თუ სამხედრო მდგომარეობა, არეულობა, სტიქიური უბედურება არის და პრეზიდენტმა გამოიყენა ეს ნორმა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ გიორგი მარგველაშვილმა ვერ გაამართლა ქართული საზოგადოების იმ ერთი ნაწილის იმედები, რომელსაც მეც მევიკუთვნებოდი, რომ ის გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე და პრეზიდენტი სააკაშვილი ეს არ იყვნენ საქართველოს პრეზიდენტები, ისინი იყვნენ მმართველი პარტიის პრეზიდენტები და საქართველოში ჩვენ მუდმივად გქონდა დეფიციტი იმისი, რომ ქვეყანას ყოლოდა პრეზიდენტი, რომელიც იქნებოდა ყველა პარტიის პრეზიდენტი, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ჩვენ მხარს უჭერდით გიორგი მარგველაშვილს, რომ მას ეს ფუნქცია განეხორციელებინა, თუმცა მან როგორც ჩანს ვერ გაუძლო ცდუნებას. საბოლოო ჯამში მაინც გახდა ქართული ოცნების მარიონეტი. ეხლა შეუძლია ისე ირნოს თავის რეზიდენციაში, ალბათ საზღვარგარეთულ მივლინებებშიც წაიყვანენ. გიორგი კვირიკაშვილი იქაც წაიყვანს, დისნეილენდშიც წაიყვანს, პარიზშიც წაიყვანს და აი სამწუხაროდ ამითი დასრულდა მისი მცდელობა, რომ ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული იყო სერიოზულ პოლიტიკოსად. ქართული ოცნების ახალი სახეები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან, ბევრი ადამიანი იქ არის ნამდვილად ძალიან ნორმალური და ღირსეული. მაგრამ ჩემი აზრით უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ტიპის ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ამ რეჟიმის პირობებში ვინ იქნება პარლამენტის წევრი. ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც იყო არაერთი ადამიანი, რომელიც ასევე კემბრიჯიდან და ოქსფორდიდან და სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იყვნენ კურსდამთავრებლები, მაგრამ ამის გამო სააკაშვილის პარლამენტი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, პროგრესული ორგანო. რატო? ავტორიტარულ რეჟიმებში იქნება ეს საქართველო, იქნება ეს თურქმენეთი, თუ იქნება ეს უზბეკეთი, პარლამენტი არ ასრულებს არანაირ პოლიტიკურ ფუნქციას. პარლამენტი არის ბუტაფორიული ორგანო. ეს კურსი რომ დაინიშნონ ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდები წამყვან სახელმწიფო პოზიციებზე, დამახასიათებელი არის თქვენ მაგალითად შეგიძლიათ დაგუგლოთ ეხლა და აი აზერბაიჯანის, ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები ისინიც ასე აკეთებენ. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არადემოკრატიულ ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტი ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში იყო ბუტაფორია. ამ ხელისუფლების პირობებშიც არის ბუტაფორია, მაშინ მჯდომი პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან არიან მარიონეტები და მარიონეტს ახლა კლავჟიდელის სერტიფიკატი ედება ჯიბეში თუ კემბრიჯის უნივერსიტეტის დიპლომი, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ ნორმალური პარლამენტი, რომელშიც იქნება ისეთივე პოლიტიკური დისკუსიები, როგორიც არის ბრიტანულ პარლამენტში, ან ფრანგულში, ან გერმანულში, ამისთვის აუცილებელი არის, რომ აი ეს ორი კორუმპირებული ძალა, ეს ორი რეტროგრადული ძალა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ჩამოцილდნენ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს. ისე საარჩევნო გარემოს მიუხედავად ინტერპარტიული განსაკუთრებას აპირებთ სამსახურს. თუ აპირებთ თქვენ ამაში მონაწილეობას. ბუნებრივია, ჩვენც მივიღებთ, ჩვენი ბლოკი პატრიოტთა ალიანსის გარეგნებული ოპოზიცია მიიღებს ამაში მონაწილეობას. ეხლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს კონსულტაციები თბილისის მარიოტში და ალბათ ორშაბათამდე უკვე კონსტიტუციური სარჩელის ტექსტის საბოლოო ვარიანტიც იქნება მზად. დავითაშვილის საქმესთან მინდა გითხრათ, თქვენ თვითონ რომ ეს საქმე და ამ საქმის გამოძიება დაგვიანებული იყო? არათუ დაგვიანებული არ არის, მე ვფიქრობ ამ საქმის გამოძიება არის ფალსიფიცირებული, იმიტომ რომ წინა საარჩევნოდ როდესაც იხსნება საქმე და მასში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბრალი წაუყენეს, არის ადამიანი, რომელიც ისედაც უკვე ძებნილი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რა ვიცი, შეგიძლიათ ახლა ზურა ადეიშვილს და სააკაშვილს, ცნობილი ტიგრან გულოიანი რო ამბობს, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟი, რომ გინდა ერთი კაცი მომიკლავს და გინდა მთელი ბატალიონიო, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? რა საქართველოში ცოტა არის ნაციონალი, რატო ბოკერიას არ წაუყენებენ ბრალს, რატო სხვა ადამიანებს არ წაუყენებენ ბრალს, რომელიც დღეს არიან საქართველოში? არა, ბრალს თუ დააკვირდებით თქვენ, ბოლოს 3 წელია პროკურატურა უყენებს მარტო სააკაშვილს, ადეიშვილს, კოდუას და იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საქართველოში. გამიგეთ, ანუ ყავთ ეს ადრე იყო ეს საბჭოთა პერიოდში და მე უკვე
შევარდნაძის პერიოდში, როცა ასე ვთქვათ, გვახსოვს ჩვენ მილიციის პრაქტიკა, რომ მილიციას ჰქონდა გაუხსნელი საქმეები, დაუშვათ არის 100 გაუხსნელი საქმე. მე ვიღაცა ერთს დაიჭერდნენ და იმერთ შეტენდნენ ამას, იმ რაიონში რაც იყო, ყველა ძარცვა, ყველა ქურდობა, ყველა ყაჩაღობა. აი ესეთი საბჭოთა მილიციის წესით მუშაობს დღეს საქართველოს პროკურატურა, რომ ეხა ადეიშვილს უნდა, ესე ვთქვათ, ჩამოკიდონ ყველა საქმეები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ადეიშვილი არ იყო დამნაშავე. რა თქმა უნდა, ადეიშვილი იყო დამნაშავე, მაგრამ ადეიშვილი უშუალოდ ხო არ ახორციელებდა მარტო ამ დანაშაულს. ხო ყავდა თანამოაზრეები, ის თანამოაზრეები და თანამონაწილეები ხო არიან საქართველოში. მათ არ ეხება პროკურატურა. ანუ უბრალოდ ქაღალდზე დაწერეს, რომ ადეიშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა 6 ეპიზოდში, ახლა არის ბრალდებული 7 ეპიზოდში, მაგრამ ამით რეალურად, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი პარტიის გეგმებთან დაკავშირებით დავანდებით ჩვენი ბლოკში ვართ პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე საარჩევნო ოლქში კამპანია, მათ შორის არის ოლქი, სადაც მე ვიყრი კენჭ მაჟორიტარ კანდიდატად, ეს არის გლდანისა და მუხიანის საარჩევნო ოლქი. სხვა ოლქებშიც დაწყებული არის და მე ვფიქრობ ივლისის ბოლომდე ჩვენ შევათანხმებთ უკვე ყველა მაჟორიტარ კანდიდატს და უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კამპანია დაიწყება აქტიურად და ინტენსიურად. ახალი სახეები ეხლა როგორ არის ღორმა ღორსოთხრა შედრუნჩიანო და ეხა რაც ქართული ოცნების სახეებზე იგივე პრობლემა აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც. შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეები ცოტა უფრო მეტი ინტელექტი აქვს და ცოტა უფრო მეტი ერუდიცია აქვს, მაგრამ ის პრინციპი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოცნებაში იქნება თუ არა დიპლომიანი თუ უდიპლომო, ასე ვთქვათ, იგივე ეხება ნაციონალურ მოძრაობასაც, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობაშიც ხო სააკაშვილის მარიონეტები არიან. აი ნაციონალურ მოძრაობას ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ძალადობის პროპაგანდისტები, ხო? ახალაიას ამართლებდნენ, მერაბიშვილს ამართლებდნენ, 7 ნოემბერს ამართლებდნენ, 26 მაისს ამართლებდნენ. ეხლა ის ძველი სახეები, რომელიც ხალხმა ამის გამო შეიძულა გამოცვალეს და მოიყვანეს ახალი სახეები, დაუშვათ გიორგი ტუღუში, ან ელენე ხოშტარია, ან სერგი კაპანაძე და სხვები. მაგრამ ეს ადამიანები რა, იგივეს არ ამბობენ 7 ნოემბერზე და 26 მაისზე. რას ამბობენ, რომ შეცდომა იყო 7 ნოემბერი? არა, აბა ხო შეეკითხეთ. ყველა ამბობს, რომ 7 ნოემბერი იყო სახელმწიფოს მხრიდან სწორი მოქმედება, 26 მაისი იყო სწორი მოქმედება, რომ ბაჩო ახალაია არის პოლიტპატიმარი, მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი. და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ამას დავით კირკიტაძე იტყვის თუ ელენე ხოშტარია, ერთი და იგივე სიბინძურეს და ერთი და იგივე სიბრიყვეს. რა მნიშვნელობა აქვს? პირიქით, მე თუ მკითხავ, შტერს უფრო ეპატიება ამისი თქმა, ვიდრე ეს რა ქვია, ბრიტანულ დიპლომიან ექსპერტს თუ ინტელექტუალს.